დილამშვიდობისა საქართველო. დილამშვიდობისა. ჩვენ პირდაპირ ეთერში დავბრუნდით. ახალი სკოლა, ახალი ინტერაქტიული სწავლების მეთოდით. წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასწავლებელი პირველიდან მე-12 კლასამდე მოსწავლეების მიღებას აცხადებს. დაწყებით კლასებში ბავშვები უგამოცდათ, ხოლო უფროს კლასელები გარკვეული შემოწმების შედეგად ჩაირიცხებენ. 2013 წლიდან კი წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში ინგლისური სექტორიც გაიხსნება. უფრო დაწვრილებით თუ რას გთავაზობთ ახალი სასწავლებელი, ამაზე დღეს ჩვენს ეთერში სკოლის ადმინისტრატორი თია ჯულუხაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლიზი ჩირგაძე ისაუბრებენ. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ესე ადრიანად გვესტუმრეთ სტუდიაში. უპირველესი რაც ყოველთვის მშობელს აინტერესებს, როდესაც ახალი სკოლა იხსნება, რასაკვირველი ინფრასტრუქტურასთან ერთად არის ის სასწავლო პროგრამა, რომელსაც ის თავაზობს მოსწავლეს და რასაკვირველია ყველა მშობელი ამით დაინტერესებულია. რა მეთოდებით წავა სწავლა წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლაში? დიდი მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც დააკმაყოფილებს არა მხოლოდ ეროვნულ სტანდარტებს, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც. სასწავლო პროგრამას რაც შეეხება, ეს არის ინდივიდუალური მიდგომით, ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესის წარმართვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის გარკვეულ შედეგებზე გასასვლელად. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, უშუალოდ ჩვენთან მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში იქნებიან, ეს გაგრძელდება 9-დან 6-ის ნახევრამდე. პირველ კლასელებსაც ეხება, უფროს კლასელებსაც? კი ბატონო, ეს ეხება როგორც პირველ კლასელებს, ასევე უფროს კლასელებს, ისინი მთელ დღეს იქნებიან ჩვენთან და ჩვენ მთავარი ამოცანა არის ის, რომ მოსწავლე მოემზადოს რეპეტიტორის გარეშე, ანუ შედეგებს დასახულ მიზნებს არა მარტო რეპეტიტორის გარეშე, მე მგონი, აღარც აუზზე აღარ უნდა მშობელმა, აღარც ცეკვაზე, აღარსად, ხო? ანუ ყველაფერი იქნება ამ სკოლაში. იქნება მაქსიმალურად ყველაფერი იმისათვის, რომ კერძოდ დამატებით არც გაკვეთილზე ატაროს ბავშვი და არც ნებისმიერ სპორტის სახეობაზე ან ხელოვნების სახეობაზე. სპორტის სახეობებიდან გვაქვს კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, ჭადრაკი, ხრიდოლი. ეს არჩევითაა ალბათ ბავშვი. არჩევით არის რა თქმა უნდა, ერთი მიმდინარეობა უნდა ერჩიოს სპორტის სახეობიდან, ერთი მიმდინარეობა ხელოვნების დარგებიდან. ეს ხელოვნებასთან მერთებაში გვაქვს ფერწერა, ქართული ცეკვა, მუსიკა. ანუ ყველაფერი ესე მზამზარეული დახდება ბავშვებს. სკოლა მშენებლობის პროცესში არის და სექტემბრიდან უკვე ვიწყებთ მოსწავლეების მიღებას. ან ეკოლოგიურად სუფთა ადგილას არის, ხო ამაზედაც თქვათ, ანუ გარდა იმისა, რომ ისწავლიან. ცოტა მშობლებისთვის ანუ დისკომფორტი არის ის, რომ შორს უწევს ბავშვის მიყვანა. ეს თქვათ პრობლემა არის. არა, არანაირად არ მოუწევს, დისკომფორტი არ იქნება არც ერთი მშობლისთვის, იმიტომ რომ ყველა უბანზე არის გათვლილი ტრანსპორტი, საკმაოდ გამართული. სკოლის ტრანსპორტი, რომელიც მიაკითხავს ბავშვს უბანში და წამოიყვანს სკოლაში. ანუ სკოლის დასრულების შემდეგ ისევ ტრანსპორტირება ხდება ბავშვების სახლებში. ამიტომ მშობელს არ მოუწევს ამაზე ზრუნვა, რომ ატაროს ბავშვი სკოლაში. ვინც დაინტერესდება იმით, რომ გადმოიყვანოს ან თავიდანვე შემოიყვანოს თქვენთან ბავშვი. დაწყებითი კლასები იქნება, ჩვეულებრივად მიიღებთ, ოღონდ უფროს კლასელებს გარკვეული რაღაც პატარა გამოცდების გავლა მოუწევთ, ხო? კი ბატონო, უფროს კლასელებისთვის იქნება ინგლისურისა და მათემატიკის ტესტი, ეს უბრალოდ ისევ მათი, ასე ვთქვათ, ცოდნის დონის შესამოწმებლად, ეს არ არის რამე სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში. ძალიან მარტივად, უბრალოდ გარკვეული რეკომენდაცია მიეცემათ მათ, როგორ ჯობია, ასე ვთქვათ, განმოგრძოთ ჩვენი ურთიერთობები ამ შემთხვევაში. ენების მიმართ იქნებით ძალიან მკაცრები, ხო? ბავშვები და შემოყვანს მას გარანტია აქვს, რომ ბავშვი რამდენიმე ენას ისწავლის. არა მხოლოდ ენების მიმართ, მათემატიკის მიმართულებით და საბუნებისმიერ მეტყველო საგნების მიმართულებით არის დამატებით გაძლიერებული პროგრამები შემუშავებული სკოლის პროგრამების სკოლის ადმინისტრაციის მიერ, ხოლო რაც შეეხება ენებს, ანუ პირველი კლასიდან იწყებენ ინგლისური ენის შესწავლას, ხოლო მე-5 კლასში ემატებათ შესწავლა ინგლისური ენის ქალანის მეთოდით, აპრობირებული მეთოდი, მოგეხსენებათ მსოფლიოში და საქართველოში ბრიტანული ცენტრის მიერ იქნა ეს მეთოდი შემოტანილი 10 წლის განმავლობაში და საკმაოდ წარმატებით მუშაობს მოწაფეებზე. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ენებს მეორე კლასიდან იწყებენ რუსული ენის შესწავლას. და კიდევ 3-დან ერთ-ერთი ენის არჩევა შეიძლება რა იქნება. ფრანგული, ესპანური, გერმანული ენებიდან ბავშვისა და მშობლის გადაწყვეტილებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ენა დამატებით შეისწავლოს მე-7 კლასიდან. წელს არა, მაგრამ უკვე 2013 წლიდან ინგლისური სექტორი იხსნება თქვენთან. კი ბატონო. დიახ.
ანუ ვისთვის იქნება იქნება ეს მეცადინეობა, ვთქვათ, ანუ იქნება ნაწილი ქართული სექტორი და ნაწილი ინგლისური თუ სრულად ინგლისური? არა, ინგლისურ სექტორი გულისხმობს, რომ სწავლება იქნება მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ეს იქნება როგორც ქართველი მოქალაქეებისათვის, ასე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ან იმ დაინტერესებული პირებისათვის, რომლებსაც უნდათ, რომ შვილები მომავალში უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხონ საზღვარგარეთ. შენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ კომენტარი ინგლისური სექტორის ხელმძღვანელის, რომელიც და მის ინტერვიუს საშუალება, ნახვის საშუალება ზუსტად ახლა გვაქვს. ჩვენ სკოლას ძალიან დიდი გეგმები აქვს. მოსწავლეებს მივცემთ სრულ ზოგად განათლებას. გეგმავთ ვასწავლოთ კემბრიჯის ახალი მეთოდით. გვექნება საუკეთესო პროგრამები და გვეყოლება საუკეთესო პედაგოგები. რაც შეეხება სწავლებას, ის რომ მოსწავლემ კარგად აითვისოს საგანი, თქვა, ხშირად ხდება, რომ სკოლაში კლასში არის 30, შეიძლება 25 ბავშვი. თქვენთან როგორ იქნება, თქვა, იგივე თქვა აი დასკვნით დამამთავრებელ კლასებში მე-11-მე-12 კლასში, როდესაც ბავშვს განსაკუთრებული ყურადღების კონცენტრირება სჭირდება. კი ბატონო, ამ შემთხვევაში ჩვენთან ნამდვილად არ არის მრავალრიცხოვანი ჯგუფები. პირიქით მაქსიმუმ 15 ბავშვი იქნება ჯგუფში, რაც უზრუნველყოფს ნამდვილად შესაბამის ხარისხს სწავლებისას. რაც შეეხება მე-11-მე-12 კლასებს, ამ შემთხვევაში ჯგუფები კიდევ უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფებად დაიყოფიან, 5-6 მოსწავლე იქნება, რაც უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში საატესტატო გამოცდებისათვის მზაობას და უმაღლეს სასწავლებელში ამ შემთხვევაში ერთი გამოცდა დაგვრჩა უნარჩვევების გამოცდა, თუმცა მზაობა, ანუ რეპეტიტორის გარეშე ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი სკოლის მიერ. ზერო ამას ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აქვე დავძენ, რომ მე-11-მე-12 კლასელებს დამატებით გარკვეული სტიმული ექნებათ, ანუ წარმატებულ მოსწავლეებს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი. მანამდეც ახლა სექტემბერში პირველკლასელებისთვის გაქვთ გარკვეული საჩუქრები, ხო? კი, გარკვეული გვაქვს ორი საჩუქარი, ეს არის პირველკლასელებისათვის პერსონალური კომპიუტერები და ყველა დანარჩენი მოსწავლისათვის სკოლის სპეციალურად შექმნილი ფორმა. ანუ შეგოს აღარაფერზე აღარ კი, სკოლის ფორმით მოუწევს სიარული. ასევე საუბარია იმაზე, რომ თქვენთან სკოლაში იქნება სწავლების ინტერაქტიული მეთოდიკა. ხო, აი ეს ინტერაქტიული მეთოდიკა რას გულისხმობს? როგორ აუხსნის თქვათ მასწავლებელი მოსწავლეს გაკვეთას? ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი ყველა მოსწავლის, ანუ ეს არ იქნება მხოლოდ მონოლოგი პედაგოგის, ეს იქნება მაქსიმალური ჩართულობა ყველა მოსწავლის ჯგუფში, რაც ასევე ვფიქრობ, რომ საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესი. პედაგოგებსაც არჩევთ განსაკუთრებულად და ხდება მათი გადამზადებაც ასევე, ხო? კი ბატონო, ჩვენ ლიზიმ აღნიშნა, რომ მე-5 კლასიდან უკვე ქალანის მეთოდი შემოდის, შესაბამისად ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადება მოხდება ამ მეთოდის მიხედვით. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ რთული პროცესი გაიარეს ჩვენმა პედაგოგებმა, რამდენიმე ეტაპად მოხდა შერჩევა და ვფიქრობ, ესეც გარკვეული გარანტია იქნება ხარისხის, რასაც ჩვენ შევთავაზებთ. ბავშვებთან ასევე იმუშავებს ფსიქოლოგი და პედიატრი, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგი და პედიატრი სკოლაში მუდმივად იქნება. ანუ იმასთან დაკავშირებით თუ რაიმე პრობლემა შეექმნა ბავშვს, ჩვენი ვებგვერდი, რომელიც ახლა რეკონსტრუქციის პერიოდშია და მალე დასრულდება, ნებისმიერ მასწავლებელს, მათ შორის ფსიქოლოგს, შეუძლია დაუტოვოს კომენტარი მშობელს არსებული პრობლემის ან პირიქით ბავშვის წარმატების თაობაზე და კომუნიკაცია კონდეს ყოველდღიურად მშობელთან. ამის გარდა მშობელს შეუძლია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ყოველდღიურად იხილოს შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ და ბავშვის გაცდენის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ მოუწიათ, ეს ხდება ხოლმე განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა ვირუსული ინფექციები საკმაოდ ჭარბია, გაცდენის შემთხვევაში მასწავლებელი დაუტოვებს იმ მოსწავლეების დავალებას, ანუ ჩანიშნულ დავალებას. ამ დარიგვა აღარ მოუწევს და იგივე დავიტოვეს სკოლაში დაბარების არ ჩამორჩებიან, ანუ პროცესი. ამ დროის განმავლობაში ბავშვს ჭირდება ისეთი საკმაოდ ბალანსირებული კვება, ხო? ამ შემთხვევაში სასადილო იქნება? ამ შემთხვევაში სასადილო ფუნქციონირებს და სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს ორჯერად იკვებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვფიქრობ, მშობლებისთვის იმის ცოდნა, რომ ადგილზე მოხდება საკვების მომზადება, რაც გარკვეულწილად ჯანსაღ და უსაფრთხო საკვებს გარანტიას აძლევს. როდის კვადრატულ მეტრზე იქნება პარკები, რეკრეაციული ზონები და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სპორტული დარბაზები. როდემდეა საბუთების მიღება? მე რამდენადაც ვიცი შეზღუდული, ანუ ძალიან ბევრ ბავშვს არ მიიღებთ წელს. მინდა გითხრათ, რომ პირველი, მეორე, მესამე კლასი უკვე დაკომპლექტებულია, თუმცა არის დამატებითი კლასების საშუალება, სადაც მივიღებთ ბავშვებს, მაგრამ ჯერჯერობით მიღება გრძელდება. როდემდეა, ანუ დედლაინი, როდემდე უნდა დაიჭიროთ ადარებაში? აგვისტოს შუა რიცხვებამდე გვაქვს დედლაინი გათვლილი. სწავლა იწყება?
სწავლა იწყება 15 სექტემბერს. თუ არ შეიცვალა რაიმე განათლების სამინისტროს მიერ ან რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ წარმატებულს გისურვებთ თქვენს და ყველა იმ ბავშვს, ვინც შემოვა თქვენთან სკოლაში. და ძალიან დიდი მადლობა იმის